მოგესალმებით, მე ჟანა ვარ და გერთვებით PSP-ს ერთ-ერთ ულამაზეს ფილიალიდან, რომელიც პეკინის 14 ნომერში მდებარეობს. ჩემთან ერთად იმყოფება ნინი, რომელიც გახლავთ GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი. ჩვენ ერთ-ერთ ულამაზეს ფილიალში ვართ და დღეს მოგიყვებით ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სიახლეებზე, განსაკუთრებით ისეთ პატარებთან, რომლებიც პირველად მიდიან ბაღში, სკოლაში და მათ სჭირდებათ განსაკუთრებული მზრუნველობა. ნინი, მოდი აუხსნათ ახლა ჩვენს მშობლებს, ჩვენს მაყურებლებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, სწორედ აი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, რომ ვიზრუნოთ ჩვენი პატარების ჯანმრთელობაზე, მათ ჯანსაღგონებაზე და რა რეკომენდაციას მივცემთ ჩვენ მშობლებს. მოგესალმებით ჟანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში მივულოცოთ ჩვენ სტუდენტებს, მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და ბევრი წარმატება ვუსურვოთ. მოდი გულწრფელად ვთქვათ, არა მხოლოდ მათთვის, არამედ ჩვენთვისაც არ არის მარტივი პროცესი სასიამოვნო დასვენების შემდეგ გადავერთოთ ჩვეულ რეჟიმზე და დავუბრუნდეთ ჩვენს საოფისე სამსახურს, თუ ეს იქნება სასწავლო ოთახები. შესაბამისად, თან ამინდებით იცვლება და მეთანხმებით ამ პერიოდში მობილობა იზრდება დახურულ სივრცეებში და გადავინაცვლოთ უკვე დახურულ სივრცეებში და შესაბამისად სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, განვითარების და გავრცელების სიხშირეც, რა თქმა უნდა, იმატებს. სწორედ ამიტომ ახალ სასწავლო წელს ძლიერი იმუნიტეტი და ჯანსაღი გონებით რომ დავხვდეთ, კომპანია GM Pharma როგორც ყოველთვის ეხლაც უთავაზობს სწორედ იმ საჭირო პრეპარატებზე და საკვებ დანამატებზე აქციას, რაც დაეხმარება ჩვენს პატარებს სწორედ ძლიერი იმუნიტეტით რომ დავიწყოთ ახალი სასწავლო წელი. ნინი, ახსენეთ აქცია, ნამდვილად ჩვენ ყოველთვის ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის ვთავაზობთ სასარგებლო და საინტერესო აქციას. ახლა შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით, აი ეგ წარმოდგენილ და ჩვენ ჩამოვთვლით ამ საკვებ დანამატებს, რაზე გვექნება 1+1 შეთავაზება, მიმდინარეობს PSP-ს სააფთიაქო ქსელში, თქვენ შეგიძლიათ მობრძანდეთ PSP-ს ნებისმიერ ფილიალში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვენი ფარმაცევტები სრულყოფილ რეკომენდაციას გაგიწევენ. ნინი, მე ვუყურებ ახლა ომისამჟელის, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უჯერი ცხიმოვანი მჟავა, ომეგა-3-ის მჟავას შემცველი პროდუქტი და განსაკუთრებით სწორედ აი ამ ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გჭირდება ამ კოგნიტური უნარების გაუმჯობესება, ფოკუსირების კარგი უნარი თუ ასე შემდეგ, აი როლზე რო გითხრათ, რატომ არის მნიშვნელოვანი აი ომეგა-3 ზოგადად ჩვენი პატარებისთვის? დიახ, ჟანა, დაგეთანხმებით, ომეგა-3 ეს არის ყველაზე სასარგებლო ცხიმოვანი მჟავა ჩვენი ორგანიზმისთვის. ის წარმოადგენს შეუცვლელ ცხიმოვან ჟავას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის, ამიტომ აუცილებელია მისი როგორც საკვების ან საკვები დანამატის სახით მიცემა. ზოგადად რეკომენდებულია, რომ კვირაში ორჯერ მაინც უნდა ვიკვებებოდეთ ჯანსაღი ცხიმიანი თესლით, რაც წარმოადგენს ომეგა-3-ის ყველაზე დიდ, ასე ვთქვათ, წყაროს, მაგრამ არ უყვართ ჩვენს პატარებს ხშირად. არა მხოლოდ პატარებს, ჩვენც მოდი ვთქვათ, არ ვიკვებებით შესაფერისად და სწორედ ამ დროს ხდება უკვე საჭიროება ომეგა-3-ის საკვები დანამატების სახით მიცემის. სწორედ ახსენეთ კოგნიტური უნარების გაუმჯობესება ბავშვებში იწყება ახალი სასწავლო წელი და განსაკუთრებით პირველ კლასელებისთვის მნიშვნელოვანია იწყებენ ახალი საგნების სწავლას. ჭირდებათ მეტი კონცენტრირების უნარი, მეტი ფოკუსირების უნარი და თამაშიდან გადავდივართ უკვე სწავლის პროცესში. დაგეთანხმებით და სწორედ ამიტომ არაერთი კვლევა არის ჩატარებული ჰიპერაქტიულ ბავშვებში, რომ ამცირებს სიმპტომების მიმდინარეობას და ხელს უწყობს კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას ომეგა-3-ის დანამატები და ასევე არასახარბიელო სტატისტიკასაც აქვე უნდა შევეხოთ, რომ კიდევ და კიდევ უფრო პატარა ასაკში ხდებიან ბავშვები ეკრანებზე, ტელევიზორებთან დამოკიდებული. შესაბამისად, მათთან არა მხოლოდ ნერვული სისტემის პრობლემა იჩენს ხოლმე თავს, არამედ მხედველობის აპარატზეც გვაქვს ხოლმე გართულებები და ერთ-ერთი გამოხატული უსიამოვნო სიმპტომები ბავშვებისთვის თვალის წვა, ქავილი, მშრალი თვალის სინდრომის სახელით არის ცნობილი და შესაბამისად ამ პროცესის მიმდინარეობასაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ომეგა-3-ის დანამატების მიღება უწყობს ხელს. გარდა ამისა, იმუნური სისტემა ვახსენეთ და სწორედ ეხლა გვჭირდება განსაკუთრებით ძლიერი იმუნური სისტემა, რაშიც ასევე გვეხმარება ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები და კიდევ ბევრ სხვა პროცესზე მოქმედებს მჭარბწონიან ბავშვებში, ლიპიდური სპექტრის მოწესრიგებაში, სხვა და სხვა. არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც არის აუცილებელი თუ არ ვიკვებებით შესაფერისად ჯანსაღი
არის ცხიმიანი თევზით, ამ შემთხვევაში რომ ჩავანაცვლოთ საკვებიდან. ნინი, ჩვენ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ აქ გვაქვს ასაკობრივი კატეგორიით ეს ომეგა-3-ის კაფსულები, რომელიც კაფსულები და ჟელიბონები, რომელიც ომე-3-ის ბრენდით არის წარმოდგენილი. ეს არის მაგალითად ომე-3 ჟელი, ეს არის 3 წლიდან, რომელიც არის დათუნიას ფორმის ჟელიბონები და ძალიან სასარგებლო და გემრიელი, არასდროს არ გვიპროტესტებ ჩვენი პატარა ამ ფორმით ომეგა-3-ის მიღებას, ასევე ომე-3 ჯუნიორი, რომელიც გახლავთ 6 წლიდან უკვე, შეგვიძლია გამოვიყენოთ ომე-3 1000 საერთაშორისო ერთეული. ეს გახლავთ უკვე 12 წლიდან და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრენდი ეს არის ომე-3 D3. ნინი ჩვენ ვიცით რომ ძალიან ხშირად D-ვიტამინიც სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ომე-3 D3 სწორედ ისეთი კომფორტული ფორმაა ჩვენი მომხმარებლებისთვის, დედებისთვისაც ასევე, ვინაიდან შეიცავს ომეგა-3 და D3 ვიტამინს ერთად-ერთ კაფსულაში მოთავსებული. თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ, მაგალითად, თუ გჭირდებათ D-ვიტამინი 5000 საერთაშორისო ერთეული, ომე-3 D3 5000 შეგვიძლია მივიღოთ. აქ პირველ კურსელებს შეგვიძლია ვურჩიოთ, რომელთაც სჭირდებათ ხომ, აი რთული აბიტურიენტობის შემდეგ განახლებული ენერგია სჭირდებათ. ომე-3 D3 2000, მაგალითად 2000 საერთაშორისო ერთეული D-ვიტამინით უგჭირდება, შეგვიძლია ეს პროდუქტი ომე-3 D3 2000 მივცეთ ჩვენს მომხმარებლებს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს 1+1 აქცია და აუცილებლად D-ვიტამინს უნდა გავუსვათ ხაზი. ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს ზოგადად D-ვიტამინს, მაგრამ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზეც გავუსვათ ხაზი, რა შეიძლება ურჩიოთ ამ პერიოდში, როგორი ფორმები გვაქვს და რა რეკომენდაციები გვაქვს მშობლებისთვის. დაგეთანხმებით, ჯანა, უკვე საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენი მოსახლეობა D-ვიტამინს, რაც ძალიან კარგი არის. შესაბამისად, მაინც გვჭირდება ხოლმე უბრალოდ ამ პერიოდში შეხსენება მათთვის, რომ გადავდივართ წლის ცივ სეზონზე, როდესაც უფრო მეტად გვჭირდება D-ვიტამინის, როგორც საპროფილაქტიკო და ასევე სამკურნალო დოზებით შევსება. ექიმები გვირჩევენ, რომ და რეკომენდებულია ზოგადად, რომ შემოდგომის დასაწყისიდან გვიან გაზაფხულის ჩათვლით რუტინულად მივიღოთ საპროფილაქტიკო დოზები, როგორც პატარებმა, ასევე მოზრდილებმა. მაგალითად D-ტრივიტი მიჭირავს ხელში. D-ტრივიდროპსი. D-ტრივიდროპსი. დავიწყოთ D-ტრივიტების პედიატრიული ფორმები, გახსენეთ რომ ბავშვებში განსაკუთრებით რუტინულად ჭირდებათ 400 საერთაშორისო ერთეულის მიღება ბავშვებს და D-ტრივიდროპსი წარმოადგენს სწორედ იმ განსაკუთრებულ ფორმას, რომელიც როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებსაც შეგვიძლია რომ შევთავაზოთ როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე სამკურნალო დოზებით. იგივე მზის ვიტამინი. ბავშვებისთვის ყველაზე საყვარელი გამოშვების ფორმა ეს D-ტრივიდროპსი, რომელსაც მოყვება ძალიან კომფორტული საზომი პიპეტი, ითითაც მშობელი თავისუფლად ახდენს დოზირებას და სწორად ახდენს დოზირებას. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქვს უგემრიელესი ატმის არომატი, რაც ბავშვებისთვის დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გააპროტესტონ პრეპარატის მიღება, საკვებიდან ამატის მიღება და შემდეგ უკვე გადავდივართ 2 წლის ბავშვების ყველაზე საყვარელი პროდუქტი. ყველაზე საყვარელი გამოშვების ფორმა ეს არის D-ტრივიტი ჟელის სახით, რომელიც წარმოდგენილია ასევე დათუნია ჟელიბონებით, განსხვავებული ხილის არომატებით და თითოეული ერთი ჟელიბონი შეიცავს 400 საერთაშორისო ერთეულს და ეს შეგვიძლია როგორც ასე ვთქვათ, არ შეიცავს აქვე დავამატებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გლუტენს და იმ არასასურველ დანამატებს, რასაც მშობლები ხშირად უკრძალავენ ხოლმე ბავშვს, სხვა ტკბილეულის შერჩევის და შესაბამისად ეს შეგვიძლია დესერტის სახითაც კი მივცეთ წლის ამ სეზონზე 1-2 ჟელიბონი დღეში. შემდეგ უკვე გადავდივართ შედარებით მოზრდილ ბავშვებში, სადაც უკვე გვაქვს და პირველ კურსელებიც არ დაგვავიწყდეს. რა თქმა უნდა და წლის ამ სეზონზე როგორც ვახსენეთ D-ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია იმუნური სისტემისთვის, ნერვული სისტემისთვის და თითქმის ყველა ორგანიზმის თუ ორგანოთა სისტემისთვის, ამიტომ ყველა ასაკზე შეგვიძლია რომ შევთავაზოთ შესაფერისი მათთვის საჭირო მაგალითად D-ტრივიტი 1000 შეგვიძლია 6 წლიდან, D-ტრივიტი 2000 და 5000 უკვე მოზრდილებში და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გვაქვს კიდევ უფრო მაღალი დოზებითაც. და ასევე აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შეგვიძლია რომ საპროფილაქტიკოდ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი D-ვიტამინი და შემდეგ უკვე ექიმის რეკომენდაციით შეგვიძლია სამკურნალო დოზები. ნინი, მადლობა ესეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის და ორ პროდუქტზე გავამახვილებ ეხლა ყურადღებას, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ სეზონზე განსაკუთრებით პატარებთან. ეს არის Healthy Baby Kids-ი. ეს გახლავთ პროდუქტი, ეს არის ცხვირის სპრეი, რომელიც წარმოებულია შვეიცარიაში. შეიცავს სიმბიოფილმს და ზღვის იზოტონურ წყალს. აუხსნი, რას ნიშნავს სიმბიოფილმი, რას აკეთებს ჩვენს ორგანიზმში. ნახეთ რა ხდება, როდესაც ჩვენ გამოვიყენებთ თითო შესხურებით, თითო ნესტოში ამ პროდუქტს
სიმბიოფილმი ქმნის 7 საათიან დამცავ გარს, სადაც საშუალება არ აქვს ვირუსებსა და ბაქტერიებს რომ შეწებდეს და შესაბამისად შემდეგ განვითარდეს ასე თუ ისე რესპირატორული დაავადებები, ხო? ამიტომ ეს პროდუქტი სწორედ მაშინ არის გამოსაყენებელი, როდესაც ჩვენს პატარებს უშვებთ ბაღში ან სკოლაში, აუცილებელია თითო შესხურება. მოვახდინოთ თითო ცხვირის ნესტოში და ამით დავიცვათ ჩვენ 7 საათის განმავლობაში ჩვენი პატარები და მეორე პროდუქტი ეს გახლავთ ისმიკიდი, რომელიც არის ჯანსაღი მიკროფლორის შესანარჩუნებელი პროდუქტი, ძალიან ხშირად გვესმის, ხომ? აი სტომატიტები აქვს განსაკუთრებით ბაღის ბავშვებს, ან პირველკლასელებს, რატომ პირადი ჰიგიენის დაცვა ასე თუ ისე უჭირთ ჩვენს პატარებს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ ამ შემთხვევაში ისმიკიდი, რომელიც ზუსტად ამ პრობლემაზე მუშაობს და ჩვენი პატარების, ასევე ჩვენიც ჯანსაღი პირის ღრუს მიკროფლორას უწყობს ხელს. ყველა ამ პროდუქტებზე ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, მიმდინარეობს 1+1 შეთავაზება PSP-ს აფცია Coxel-ში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით. მადლობა რომ გვიყურეთ, თვალი გვადევნეთ, ჩვენ კიდევ ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ.